თქვენდა სულიად საქართველო ამინ. სულმოფენობის დღესასწაული, რომელსაც დღეს ჩვენ აღნიშნავთ ჩემო ძვირფასებო, განო და ძმანო, გახლავთ ნამდვილი დადასტურება, ბეჭედ დასმული დადასტურება, შეიძლება ასე ითქვას, იმ მოვლენისა, რომ ღმერთი განკარგა. ღმერთის განკარგების სრული დადასტურება არის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, და საიდან გამომდინარეა ეს? როგორც მან აღნიშნეს, რომ მოვა დრო, რომ მე უნდა წავიდე, მაგრამ არ დარჩებით ნუგეშინის გარეშე და მოვა ნუგეშინის მცემელი, სწორედ ეს ნუგეშინის მცემელი მოევლინა დღევანდელ დღესდაცობრიობას და ეს ნუგეშინის მცემელი გახლავთ იმდენად საგრძნობი ყველა მორწმუნე ადამიანისთვის, როგორც აი გაგითხრათ ეხლა და ყურვალს რომ წყალს დაალევინებთ და რომ დაალევს აი ამ წყალს და იგრძნობს რომ რაღაცა წყალმა მაშინ მოიტანა ესეთი სიამე, აი ამ სულიწმინდის მიღების განცდა ყველა ადამიანს ასეთი გააჩნია. რაღაცა აი ასეთი სიხარული შემოდის მაშინ და ენით აღუწერელია ეს შეუძლებელი ადამიანმა ენით მოყვეს რა განცდას იწვევს ის თითოეულ ადამიანში, მაგრამ ეს განცდა რომ არ ყოფილიყო მე დარწმუნებული ვარ რომ თქვენ დღეს აქ არის გერბებით. აი ამ განცდის გამო, რომელიც ერთხელ მაინც სადღაცას ეკლესიები მგენიჭა, აი ამ განცდის მაზიებელი რჩება მე ერთ-ერთი ცხოვრება ადამიანი და ამით ხდება ის მორწმუნე. მაგრამ მე მინდა მაინც დღეს სხვა რამეზე გითხრათ ორიოდე სიტყვით, აღარ დაგღალოთ სადაც წელი ლოცვებით, ისმენდით, იმედი მაქვს რომ ძალიან ღრმა შინაარსის ლოცვები გითხებოდა სულიწმინდის მოწვევისა, რომ სულმაწმინდამ დაივანოს ჩვენში და ამინ ასე ყოფილიყოს, მაგრამ მე მინდა რამდენიმე სიტყვაზე მიგანიშნოთ. ლოცვა როგორ არის, იცით, სულიწმინდის ლოცვა. ჩვენ ამითი ვიწყებთ საერთოდ ყველა ლოცვას. რაღაც ასაკობლებს მღვდელია მოწვევა. სახლში შედითონ ერთჯერს გადაიწევს სახელით მამისა და დაცისა და დაცვისა სულისათა. პირველ ლოცვას, რომელსაც ამბობ არის ესა, რომ მეუფეო ზეცათაო ნუგეშინის მცემელი. აი ეს ლოცვა, რომელიც განახლდა დღევანდელი დღიდან და იკითხება მთელი წლის განმავლობაში, ვიდრე შემდგომ აღდგომამდე, აი ეს ლოცვა გახლავთ მნიშვნელოვანი ლოცვა და მე მინდა რომ თქვენთვის ეს არ იყოს მხოლოდ რაღაცა სიტყვები წიგნში დაწერილი, რომელსაც საიკითხე და არ გაანალიზეთ. აი მეუფე იგივე მეფეა იცით. ზეცათა ანუ ზეციერი. ნუგეშინის მცემელი რას ნიშნავს? ამაზე გიფიქრიათ თუ არა? აი ნუგეშინის მომცემელი რას ნიშნავს? ღმერთი რატო არის ნუგეშინის მომცემელი? და რა არის შენთვის ნუგეშია ცხოვრებაში? გეტყვით რომ სინამდვილეში ყველაფერი ნუგეშია, რაც შენ რაღაცა გაჭირვებიდან გამოგიყვანს. წინააღმდეგ ვახსენებ, ძალიან უწურია და წყალს რომ დაგალევინებენ, ნუგეში არ არის ეს შენთვის. რა თქმა უნდა ნუგეშია. როდესაც რაღაც გარკვეული ტკივილი გაქვს და წამალს დაგალევინებენ და ეს ტკივილი გაგიბუშდება, ხომ ნუგეშია. შვილის დაბადება, ოჯახის შექმნა, ხომ ნუგეშია ეს ყველაფერი. ცოლი ქმრისთვის არის ნუგეში და ქმარის ცოლისთვის ნუგეშია. ისევე როგორც შობელია შენთვის ნუგეში. არ დარჩენილ ხართ საქმე, მარტო არ შეგშინებიათ და მე ნებისმიერი ადამიანი თუნდაც პატარა ბავშვი შეგოსულიყო ამ შენ სიმარტოვეში, ისეთი ნუგეშია, გეგონება ეს ბავშვი გადაგარჩეს ახლა, რაიმე განსაცდელი რო ან ვინმე რო შემოგივარდეს, ახლა ეს შენი დასაცავი შეიძლება გახდეს ის, მაგრამ შენი მარტოობა იმდენად დამდგუნველია, იმხელა მოთხოვნილება გაქვს, რომ ვიღაცა კიდე იყოს შენს გვერდით, რომ როგორც კი დაინახავ ამ ვიღაცას, აღარ გაინტერესებს მისი ასაკი და აღარც ის გაინტერესებს რამდენად ძლიერია, მოერევა თუ არა ის მოწინააღმდეგეს, არამედ მისი დანახვა ნუგეშია. ეხლა წარმოიდგინეთ ეს ყველაფერი ასე, რომ სულიწმინდა აკეთებს ამას, რომ მარტოს არ გტოვებს სიბნელეში. სიბნელე იქ არის, სადაც ღმერთი არ არის და მარტოს არ გტოვებს ამ სიბნელეში. შემოდის შენთან და გაანათებს შენს სულს. არ არის ეს ნუგეში, არ არის ეს ნუგეშინის მცემელი. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ იგივე რაღაცა გასაჭირში, გასაცდელში ადამიანი, რომელიც ეძებს რაღაცას, ნუგეშინის მცემელი სული ამ დროს მოდის მასთან და ანუგეშებს მას იმ დიდი ტკივილის გადასატანად, იმ ფიზიკური ტკივილის თუნდაც გადასატანად, რომელიც შეიძლება თითოეულ ჩვენგანს რაღაცაში შეგვეძლოს. ამიტომ ეს სიტყვა ნუგეშინის მცემელი, აი აქედან გამომდინარე უნდა გაიგო, როგორც ჩვენ ადამიანები გვყავს ნუგეშად. ესეთივე არის უფრო დიდი რა თქმა უნდა და შედარებაც არ შეიძლება უბრალოდ გაგებისათვის გელაპარაკებით ამას, იმიტომ რომ ღმერთზე როდესაც ლაპარაკია მისი ხელი, მისი თვალი და მისი ყური, სინამდვილეში მას ეს არც ერთი არ გააჩნია. შეუძლებელია მას სხეული ჰქონდეს და თუ სხეული არ აქვს, როგორ შეიძლება ხელი ჰქონდეს და ყური ჰქონდეს და თვალი. ეს მიმანიშნებელია ჩვენთვის მოცემულობაა იმისთვის, რომ შენ რაღაცა
მიუახლოვდეს შენი გონება იმ მიუღწეველს, რომელიც ვერაფრით ვერ დაიწყებს ამ შემთხვევაში, მაგრამ მიახლოვებითაც შეიძლება გიხსნიდო. ადრე მაქვს ნათქვამი და გავემეორებ, რომ ვერაფრით ვერ აუხსნი ადამიანს თაყვნის გემოს თუ არა ნაჭარი, მაგრამ მიახლოებით თუ აუხსნი, რომ ბლანკია და თბილია და არომატულია და ასე შემდგომ და შეიძლება მიახლოებით, დაახლოებით ასეთია შეიძლება წარმოქმნა, რომ შეგვექმნა ჩვენ ღმერთის შესახებ, მაგრამ ერთია, რომელიც წარმოქმნა ჩვენ შეიძლება ესე შეგვექმნეს ცოდნით და მეორე აქვს ცნობითი, როდესაც ის შემოდის და გაანათებს შენში და როდესაც ის ამ თავისი შემოსვლით ნუ გეშს მოგცემს სწორედ იქ, როგორც წერია სულიწმინდის ლოცვაში, რომ ნაკრულევანთა აღმოსევების. რას ნიშნავს ეს ნაკრულევანება? სწორედ ის ნაკრულევანება, რომელიც შენი წუთში გჭირდებოდა. სწორედ ის ნაკრულევანება, რომელიც რაღაცა გაჭირვებიდან, ფიზიკური თუ სულიერი გაჭირვებიდან გამომდინარე შენ გჭირდა ამ ყოველივეს შემავსებელი, ამ ყოველივეს ნუგეში და სალბუნი გახლავთ სწორედ სულიწმინდა, რომელიც კიდევ ერთხელ, როგორც დავიწყე, ესე უნდა დავამთავროთ დღეს, რომ დასტურია იმისა, რომ ღმერთი სადღაცა ცაში ღრუბლებში კი არ არის, ის განკაცდა ადამიანური სახით დადიოდა დედამიწაზე და როდესაც ამაღლდა, არც ამის შემდგომ არ მიგვატოვა, არამედ გარდამოავლინა სულიწმინდა, რომელიც ჩვენთან ერთად არის, ჩვენთან ერთად სუნთქავს და ჩვენ ვეზიარებთ მას ნებისმიერ წამს და ნებისმიერ დროს, იმიტომ რომ ჩვენ ჭურჭელი ვართ, ჭურჭელი ამ სულიწმინდისა, ღმერთმა ამისთვის შეამზადა ჩვენი ხორცი და ისე უნდა ვეცხოვროთ, რომ არასოდეს არ გქონდეს მას ამ ჭურჭლის დატოვების ესე იგი სურვილი. ღმერთმა გაგლოცოთ, გაგახაროთ, ილოცავთ შევაძლოთ ეს ბრავალ სიტყვენობას დაგასწროთ ღმერთმა, ეს კვირა მსგავსი გახლავთ, რადგანაც შემდეგ კვირას პეტრე პავლოვის მართვა იწყება პირველი რიცხვი სერმონიის შესახებ. ამიტომ ეხლა უშაბათ პარასკევს მართვა არის. გალოცვილი გამოხდება.